არის უფლები. სტრასბურგი. მე ბევრი მაგას გააუსებ შენ. ხლიანად იყო სტრასბურგი რაღაცა. მაგრამ შენ საქართველოს გააკეთოთ ციხე. ჩაუბჟალო. ეხლა მაინტერესებს შენ რას პირდები ამ 506-ას? არა შენ რა 26 ადამიანში შენ დაუშვათ ყველაფერი კარგად წავიდა. კარგი რაღაცა მოვიფიქრეთ სლოგანით ჩვენ შენც არ დააგელი. და სლოგანი მარო გამოვიდეთ ივაზია. რა ვინ იქნები რა გახდები რაზე ჩვენ როგორც იცი არის სამი ძირითადი ორგანოა ეს არის კუჭი აღმოსავლეთ საბჭო აღმოსავლეთ ეს სპორტის კომისია კაბოთან გადაიხია რომ აღმოსავლეთ ორგანოს რა ქვია აღმოსავლეთ საბჭო ეს არის ეთიკის კომისია და ეს არის სარევიზიო კომისია ამ ყველაფრის არჩევნებია ხო ამ ყველაფრის არჩევნებია და ჩვენი გუნდი და ჩვენი გუნდი ცდილობს ამ ორგანოებში სხვადასხვა კანდიდატები თუ იყო წარმოდგენილი შემამჩნევად თუ ისე მოვახერხებთ რომ იმ რაოდენობას მოუყრით თავს გადასწორებები მივიღოთ მინდა რომ გაცილებით უფრო დემოკრატიული უფრო პროგრესული მასპართ რაღაცა ღონისძიებები გამოხორციელოთ. აი ეს არის რაღაც ძალიან მოკლედ ეგა დეტალები. სახალხო ღონისძიებები. სახალხო ღონისძიებები. კი. სახალხო მაგალითად ყველა ადვოკატო გაიგზავნოს ეს ის მანდარინი მედალიონი შოკოლადი მედალიონი კი კი. აი რა ეგეთია. აჰა, გასაგებია. ეხლა რა გვაკლია? ხო, ეხლა ჩვენ გვაკლია პიარ ჯგუფი მოვიდა. თავი ხო. ჩვენ ეხლა გვაკლია თავარი მესიჯი. ანუ რა უხრათ მოკლედ არ მესიჯი გვაქვს რა თქმა უნდა მაგრამ იუმორისტულად აი რა შეიძლება რომ თქვენი აზრით რა შეიძლება აი რა მესიჯი ადვოკატებს ну ჩვენ გვაქვს ისო ცვლილებებისკენ ვართ ასე ვთქვათ მომართული ვართ ისო მიხარი არ მიდეა ჰორიზონტალური მართლობა ცოტა მართლობა მუშაობს უკვე კაცი და წარმოადგენს განუპირებელი პროფესიის გაძლიერება კი უზრუნველყოფა. ჰორიზონტალური მართლობა მათ კარგი ადვოკატის არასდროს თუ ჩავხარ თანადო მასოთო ოფისში გავდა ნინომ გამახსენდა რომ ოფისში გავ ჩემო მახარა მოვიდა გახაზი როგორ ჩვენ ოფისში რომ გიორგი გვაქვს რამე დაპირება ჰორიზონტალური მართლობაზე რა შეიძლება მოვიფიქროთ დედამიწა ბრწყელია აი ესეთი რა იმის განკვეთს დედამიწა ბრწყელია და ამ სიმართლით ვიარ კარგი სიმართლე ჩვენ დავავდი ახო სიმართლე ჩვენ დავავდი ხაზაბატოში კი დამოკიდების გასაცდო ყველაზე ეზეგანი ეს ადვოკატები არც ეგეთება იყოს რა იცებრება გვინდა ანუ არგუმენტი რომ ყელია გაქვთ რამე კი გაიხედე გარეთ ну солонакში ალბათ თლატალ გიარგილი არ არის ისეთი ხო რა მე გარეთ უსახურთალო ამე გადადიხოთ რა არგუმენტი იმაში ფეხსაცმელები ესეთი რატო არა გვაქვს დედამიწა კარგია სასამართლოში ეგზამენი ჰორიზონტალური გავიარე ამესიჯი რა გვაქვს გაძლიერება პროფესიის გაძლიერება არა უფრო რომ დავაზუსტოთ ადვოკატის უფლებების განმეორება პროცესში ჩვენ ამდენი დღეა მუშაობ და ვერაფერ დავასწრებთ ვანდრობოთ ბატონო დია ბატონო სულელები სისტემური ცვლილებები გვაქვს აი თქვენთვის ეს რას ნიშნავს სისტემური ცვლილებები რა არის სისტემური ცვლილებები ნიშნავს როგორც იყო რომ ისეთი აღარ იქნება ხო ანუ შეიცვლება ხო სისტემურად შეიცვლება და რა გინდათ რომ შეცვალოთ რაც კარგია ისიც რომ აღარ იყოს თუ რაც ცუდია ის რომ აღარ იყოს აი კარგია ეს ცებს თუ ჩვენს ვიქნი არ ვიჟვარ გმობად გაიგე მე თავადოდ ეგეთ რაღაცას. რადგან თქვენ ხართ, ასე ვთქვათ, მესამე დამკვირვებლის თვალით, ხო? აი თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი ადვოკატისათვის და მე იქიდან გამოვიდეთ, ხო? აი ადვოკატი რო გესმის? ხო, თქვენთვის როგორი კარგი ადვოკატი, ხო? ჩარჩო ხელშეკრულება. ტერმინი ვიცი და სამყაროს მომეჭენები კარგია. ეს საკითხი არ არის მაგრამ მე გეტყვი მე როგორ ვფიქრობ იდეალური როგორ იქნება და სამყარო ნახევარი მოსახლეობის იყოს ადვოკატები და ყველა ადამიანს დაასდევდეს თავისი ადვოკატი. დაასდევდეს რატო? და მივდივარ სულ ახავს რა. მივდივარ შეგვეცოდეს თვითონ არ არის ეს ის მეორე. ხო, თვითონ მიდის. მე მგონი ჰარველაგელოზე მოიცანებით ჩვენ. არა, ფარველი ადვოკატი, მაშინ ეს
კაიძებია. აინჩი მავალი ადვოკატი. ეხლა არო ადვოკატა გუნდი ხო? 2/3 უნდა იყვნენ ადვოკატები. უკვე იმიტომ ორი ადვოკატი უნდა დაგზევდეს სისხლზე ვინც მუშაობს. რაიცი რა ხედი ფინანსისტი ხო ჭირდება ყველას ფინანსური მრჩეველი მართლა? ხო. კარგი, ერთი საერთოდ გამიგონია არსებული სლოგანები უწყების რო ქონდათ, ოდნავ რო შევცვალოთ ადვოკატების. მაგალითად სხვებს მეორადი სლოგანები? არა, პირიქით ძალიან შეცვლი. აი მაგალითად თქვენ შემთხვევაში ხო იყო საქმე სიტყვის ნაცვლად. თქვენთან უნდა იყოს პირიქით. სიტყვა საქმის ნაცვლად. თქვენ ხო სიტყვის ხალხი ხართ და არა საქმის. ჩემი საქართველო აქ არის სასამართლოში. როგორ? ჩემი საქართველო აქ არის და სასამართლოში ჩაღამატე. მანდიდან იცი სად მივიდივართ ახლა კლიპი ხო არ გადავიხო. და სხვადასხვა მომენტი რა დოკუმენტები გამოგაგდა იღილი და ხო, ჩემი საქართველო აქ არის, ჩემი საქმე აქ არის. ჩემი და ჩემი პროგრამა. ვიცი პროგრამაში ვის მედია იყო ამათი მოსული. მე ხავით თმობისე მე მოძალდე ხარი და ხუჩარიჩა. მოწინააღმდეგე გამოგვიგზავნა რომ დაბადების დღე გქონია. ტონტის ფულიც გადაგვიხადა. კაი, თქვენ წარმოდგენაში რა? შავი პიარზე რომ მუშაობ გავნა. შავი პიარზე რომ მუშაობ. დობა. თავარი რა, დობა. ნდობა. ეთიკის კურსია გავლილი, ხო? დობა პროფესიონალიზმი პროფესიონალისტი. ჩემი მხრიდან ერთობაც დაამატეთ. ერთობა? ადვოკატები ერთიანები რო იყო, უფრო დიდი ძალიან ადვოკატები კი არა, ქართველები რომ ერთიანი. ჯერ ადვოკატები გაიხსენეთ. ამან გარშე მოერთიანდნენ. არა, ყველა თავის კლიენტს მოიყვანს და უნდა ვიდო 5000-მდე დაახლოებით 5000 თუ ხართ, ეხლა თვითონ რამდენი კლიენტი ყავს? აი ნახე ადვოკატებს ერთად ყოფნა. პრობლემი არის ბიჭო, სასამართლოში ორივე მხარეს ხავს ადვოკატი, ერთად თუ იქნენ ისინი ერთად ბიჭო საქმეში და პრინციპებში. ო, საქმეში ერთად თუ იქნენ და ეხება ორივე არ საქმეში. კარგ საქმეებში. თორე ისე, ეხლა ჩვენ კამათობთ, მაგრამ ხო ერთად. ადამიანს კარგი უნდა გაკეთოს თუ არა. ხო ერთად. აი ესე ვამბობთ რა. კლასიკური დემაგოგია. დაგიდგა სასამართლო. ანა არის საქართველოში ყოველგვარი იმგარში ვამბობ, აბსოლუტურად ალბათ ნომერი პირველი სპეციალისტი ეთიკის, პროფესიონალური ეთიკის ამბავში და აი ანა ამბობს რომ რაც თქვით, ეს არის ალბათ პირველი სამეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ პროფესიის მართლა, ოღონდ დობა, ხო, და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი. მოდი გიგასაც მოვუსმინოთ, გიგა. ერთი რაღაც მინდა თქვა რა. ეხლა რაც თქვენ ეს სამი სიტყვა რაც ანასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონია რომ ამათ უბრალოდ ლიტონის სიტყვებია რა და როგორ გავაკეთოთ ისე რომ მართლა მიხვდნენ და მართლა იყოს ადვოკატის პროფესია ისეთი რომ აი ამ სიტყვებთან სიღრმისეულად აი ეს რამაზად გადავალთ ჩვენ საარჩევნო პროგრამაზე და ჩვენ სწორედ ეს გვინდა ჩვენი ასე ვთქვათ საარჩევნო პროგრამის ნაწილია სწორედ ეს რომ ეს საადვოკატო ასე ვთქვათ ერთობა იყოს მყარი და ძალიან ესეთი რა ქვია ღირებულებებზე დაფუძნებული და არა მირონებებზე. მეორე ნდობა მართლა აქედან იწყება, არის პროფესიები, რომელშიც ნდობის გარშემო ფიზიკოდ არ ვერ შედგება ეს ამ. კიდე ამასაც დაგიმატებთ პატიოსნება ჩამის. აი ამ ნდობას და პატიოსნებასთან დაკავშირებით არ შემიძლია არ განვხო, რომ მე ვისურვებდი ისეთი ერთიანობა გქონდეს, რომ არ გვიწევდეს ერთმანეთთან ომი იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატი არ უნდა იყოს მატყუარა. ეს აი ალბათ ჩემთვის აღშემა უნდა იყოს, ხო? არა, იცი, ერთობა და ნდობა შეიძლება იყოს, მაგრამ ფლიდების კარგად შეგრული კოლექტივი.